მოგესალმებით, ბათუმის მერიასთან იმართება საპროტესტო აქცია. ბაგრატიონის ქუჩა 113 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მესაკუთრეები, ბინეთ მესაკუთრეები არიან შეკრებილები. ეს არის კორპუსი, რომელიც არ აშენდა და ადამიანები, რომლებსაც ამ კორპუსში აქვთ ბინა შეძენილი, არიან მოსულები ბათუმის მერიასთან და ითხოვენ მერთან შეხვედრას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა ბათუმის მერიაში შეხვედრაზე და აქ შეკრებილი მოქალაქეები ელოდებიან მათგან პასუხს. მე ერთ მოქალაქეს ვკითხავ, გამარჯობათ, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, თქვენი სახელი გვარი მითხარით და მიზეზი რატო ხარ დღეს აქ მოსული? ჯულია დაღწეციანი ვართ ბინასთან დაკავშირებით ბაგრატიონის 113-ში მოხდება ეს მშენებლობა. არ აშენდა 2019 წლიდან თანხა შეტანილი მაქვს. გადაყიდულია ჩემი ბინა, რომელიც მეკუთვნოდა და დავჭით დაზარალებულები არც რომ მოვეკითხოთ ვინმე არა პასუხის გამცემი და ვთხოვთ მერიას დაგვეხმაროს ამ მშენებლობის დასრულებაში და ეხმაროს ინვესტორებსაც ერთმანეთში მოლაპარაკებაში და ანუ მერიამ ერთგვარი შუამავლის როლი იყისროს. რომელ წელს დაიწყო მშენებლობა? მშენებლობა დაიწყო 2017-ში, როგორც მე ვიცი, მაგრამ მე შევიტანე 2019-ში და უნდა დასრულებოდა 2022-ში. მას მერე ვარ ქირაში და ველოდები ჩემს ბინას და ვიხდის სამი შვილი ქირაში. სრულად გაქვთ თანხა გადახდილი თუ ნაწილი? ნაწილობრივ თანხის 45 კვადრატის თანხა მაქვს ჩადებული და 45 კვადრატის მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე უნდა ქონოდა ჩვენი უნდა ყოფილიყო. ვინ იყო კომპანიის ხელმძღვანელი, როდესაც თქვენ გააფორმეთ? ანუ ვისგან? ბელა კახიძეს მივეცეთ მთლიანად თანხა მე. მე გადავედით რუსის კომპანიაზე ბადაჩკორიასთან ლევანი, იქაც ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ თანხა მე ბადაჩკორიასთვის არ მიმიწია, სრულად მივეცი გელას და დავჭით ლევანთან ახალი ხელშეკრულებები, მას მე აღაყოფილე. ანუ ხელშეკრულება რეესტრით არის გაფორმებული? რეესტრით ვერ გავაკეთეთ. ხელშეკრულება იყო ნოტარიუსთან. რამდენი მესაკუთრეა, რამდენი ადამიანია თქვენს დღეში ხომ არ იცით? გას რაღაცა ვინადრე ვარ რიცხვს დავჭით. რამდენი სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო? 22 უნდა აშენებულიყო. 22 კორპუსი. და რამდენი არის რაიმე აშენებული თუ არა? 10 სართულამდეა ერთ ნაწილში, მეორე ნაწილში 4 სართული და გაჩერებული. აჰა, გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა. როგორც გითხარით, ვართ ბათუმის მერიასთან ბათუმში. აქ იმართება საპროტესტო აქცია, სადაც ბაგრატიონის 113 ნომერში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეები, მომავალი მობინადრეები, ვინც ამ 113 ნომერში ვისაც უნდა მიეღო ბინა, ელოდებიან ამ ბინების მშენებლობას უკვე 2019 წლიდან, თუმცა ეს ბინა არ აშენდა. მერიაში არის შესული მესაკუთრეთა წარმომადგენელი და ელოდება პასუხს ბათუმის მერიისგან. გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში მინდა გკითხოთ დღეს თქვენი აქ მოსვლის მიზეზი, თქვენი ისტორია როგორი ალბათ სხვებისას გავს, მაგრამ რომელ წელს შეიძინეთ ბინა და რა მოხდა? თქვენ რო გკითხოთ? არც მახსოვს რომელ წელს უკვე 99 წელს. თქვენ ხართ ძველი მესაკუთრე, რომელიც მიწას მესაკუთრე ვარ ჩვენ ხო? კი. აი რომ მოგვიყვეთ რა მოხდა? რამდენი წელია მოკლედ ველოდებით, რამდენი წელია არის დღეს იქნება, ხვალ იქნება ეს მოვიდა საუკეთესო არის და აშენებს
ჯერა იქ მოუყრით ნასიარულები და რამდენი ფული ისეს დაფარჯეთ. ფული რომ რა ქვია იურისტი აგვეყვანა. არაფერი. მიგვატანეს ის ფული, შეიჭამა ის ფული მოვედით სახში არაფერი. თელი ცხოვრება ჩემი მეუღლე გარდაიცვალა უკვე ამის ლონდონში ამოხდა სულ. მაგრამ იმხელა ფართობი ქონდა, ფული გადახდილი ქონდა ყველანაირი. იქ კომუნისტების დროს. ხო? იმის რამას მაძლევ, კაბ 36 კვადრატი იდიც არ მომიწია, იმხელა ფართობში და იდიც არა დღეს. მე რა ის პირველი ვარ, რაც და რა უნდა გავაკეთო. მე არის ამდენი ნერვიულობა მომყვა და გამანადგურა. ვიცი. დიდი სამი. იგაბრიკული დეიარებული ვერტე. დამინგრიენ კედელი, ჩამონდის აბანოში დემაში წყალი ერთიდან იქ დამეწვა წესრიგ მიჩდება. ვიჩიბრებ რა თქმა უნდა, რასწრე რატო არლებენ ახალი წარწერების უფლება. დაავოლებენ მანიტებული მშენებლობები. 90 წლის მერე ბატონო. რა იწევს ამ პრობლემებს? იმიტომ რომ თქვენ არ ახართ ერთ-ერთი გამონაკლისი. უსაყვარლო ვარ დაბჭენილი ადამიანს. არა მე გეკითხე გამარჯობა. თქვენ მინდა გითხოთ, თქვენს ბაგრატიონის 113 ნომერში. რომელ წელს შეიძინეთ ბინა? 2018-ში დაწერილი გაცხადება შევიდა. გელა ვინ არის რომ უთხრათ? გელა კახიძე, ვინც დაიწყო მშენებლობა? რა ერქვა მის კომპანიას? დეველოპმენტი ლევანი იყო მე მაგის შემდეგ მაგა გადასწრებული ლევანიმ კიდე კარგად იცით არის ლევანის შემდეგ მოვიდა ხაჯაიაშვილი მისა კონსტრაქშენი უფრო მისა კონსტრაქშენი ხო? არა რომელი ანუ ვინ ამჟამად ახლა როდოს დეველოპმენტი ამჟამად მაგრამ სათავეში არის თქვენი მიმართვის მიზეზი, ანუ აქ რატომ მოხვედით დღეს მიზანი რა? მოვედით იმისათვის რომ გაგრძელდეს მშენებლობა. გაჩერებულია უკვე, ესე იგი 2018 წლიდან არის საშენებული მხოლოდ 10 სართული. რომელიც მე-7 წელიწადია. წელიწადში ერთი სართულიც არ გაქვს. ხო და ჩვენ ვითხოვთ რომ გაგრძელდეს. 8 თვე ახლა ამჟამად საერთოდ შეჩერებულია მშენებლობა. ჩვენ ვითხოვთ რომ გაგრძელდეს ეს მშენებლობა. შეთანხმდნენ ეს ხალხი ერთმანეთში და მერიამ დაგვეხმაროს მაგაში რომ რაღაც გავლენა მოახდინოს მაგალზე. შეუძლებელია რომ ამდენი წელიწადი ჩვენ ვიყოთ აი ქუჩაში გამოდის ვართ რა. საზღვარგარეთ გასულებად იმის გამო რომ რაღაცა შევიძინოთ ჩვენს ქვეყანაში ბინა და არ გამოდის არაფერი. და ვიხმარებით და ვთხოვთ მერს რომ დაგვეხმაროს რომ აი ამ ინვესტორებმა როგორც მახსოვს წინაზეც იყო აქცია, მაშინაც შედგა შეხვედრა. ამ შეხვედრას შედეგი არ მოყვა. ვითომ დაიწყენ 2 სართული, 3 დააშენეს და ისევ შეჩერდა მშენებლობა. ეხლა გელა ითხოვს რომ ეს დაზარალებული ხალხი ვინც გამოვიდა პროექტიდან რომ დააკმაყოფილონ თანხით და ითხოვენ ამის გამო 2 სართულის დაშენება კიდევ 61 სართულის. მაგრამ ინვესტორები ერთმანეთში ვერ მოწყენა ეს 2 სართული დააშენონ. ხალხები არ ეს არის ჩვენი გაჩვენება რომ ვთხოვთ რომ დაგვეხმარონ გაგრძელდეს მშენებლობა. თქვენ ითხოვთ მერიამ შეასრულოს ერთგვარი შუამავლის როლი თქვენსა და ინვესტორებთან მოლაპარაკებაში. აჰა, გასაგებია. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? მე ვარ ჟანა ბაკუნაიშვილი. მადლობა. კირიაკივი. კირიაკიძე მაქვს შეტანილი განცხადება. კი ბატონო, მადლობა. თავდაპირველად ჟანა საუბრობდა საბერძნეთიდან ჩამევიდა იმის გამო რომ ვიკრიბებით ვერიან და ცოდვა არა ადამიანი წვალობს სასული სიკვდილია და გამონაცვალებიდან მომდენა შედევრობა დაგეხმაროს მერიამ შედევრობა გაგრძელდეს ჩვენ მეტი რას ვიტყუთ მაგენიდან ხელი შეგვიწყოს ვინც არიან აი მშენებლები დაელაპარაკოს ისე რომ ასე მოვალთ და წავალთ ამით საქმე არ კეთდება რა ცოდვა ვარ 35 წელიწადია ველოდები მაგ ადგილას ბინას და არ მეღირს ალბათ 10 მისიკით რა მეღირსება კიდევ ჩვენ გვინდა რომ აშენდეს ბინა და ხალხი აგერ ახალგაზრდებია სულ ახლა შეძენილი ბინები აქ და ცეცხლი მოგეკიდება რომ ყველას მოусმინო რა 25-30 წლის ბიჭი რომ ბინას შეიძენს და ვერ გადავა მის სახლში ვერ იცხოვრებს რა მე მწვენია მაგეთან კიდევ ლაპარაკი
ასასიბინებია დაკეტილი. ბატონ თამას ახალგაზრდა უცდიან ამდენი წელიწადია მე კაი დაუბერდია ამასობაში მეც მინდა რა თქვია მეც მინდა მაგრამ ისინი ხომ მართლა ცუდო არიან ახალგაზრდები ღეღამეკარ შეაღწრიან და მუშაობენ რას ამბობს დეველოპერი როდის რატო ვერ რიგდებიან ჩვენ აი ჩემი გოგო აი ფირმები ხომ პირდებიან ყველანაირად ყველა დღე მაგრამ არაფერი არ ჩანს გაჩერებულია დაჟე კრუგი ვარტყის შენობას აბა მაჩვენეთ ერთი რომ შენდება რამდენი ადამიანი მუშაობს ჯერ არ შემიშვენ მე ამხელა ქალმა დავდეგი სახლს ყველა კუთხიდან ცავდი ერთი სად მუშაობს აბა ვინ არის ერთი კინკილა კაცი და ვინახე რომ საცხან ტრიალებდა დადიოდა ანუ ორი ასე გვატყუებენ მუშაობს ვიღაცა მუშაობს შემიშვი მაჩვენე რომ მუშაობს მეუბდები ვიღაცა არ შეგიშობენ ტერიტორიაზე და არტყი იმხელა შენობას რომ ერთი ეგება გული გაიკეთო რაღაცით და დაინახო რომ ვიღაცა დგას მშენებლობაზე ორი კაცი მშენებლობა წავა მასე შეუძლიან რომ 15 წელი აშენონ ხალხის გასაჩუმებლად მასე ყარაული წავა არა მე 10 კითხვით 15 და 20 წელიც არ აშენდება მასე 2 და 3 კაცი ასე რომ ყველა ჩვენ ჩაგრავს რო იტყვიან რა ყველა მშენებელი იმიტომ რომ ტყუიან ყოველ თეხის ნაბიჯს ჩვენ მაგენისგან სიმართლე ვერ გავიტანეთ თქვენი სახელი და გვარი როგორ მე მავილე გაბრუშვიცე მადლობა ბატონ თამას ბაკურიძეა საპროტესტო აქციაზე და ბატონ თამას ჩავწერ ბატონ თამას თქვენ ჩაგწერთ დღეს აქ მოხვედით ხარდასაჭერად ხო სავარაუდოდ აი მაგის შესახებ რომ გითხრათ ეს ამ ადამიანების მოთხოვნები რამდენად რეალურია რომ შეასრულოს და მერის როლი რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის მოგვარებაში იცით რა მე ამ მოსახლეობამ რა თქმა უნდა ამათ ხარდასაჭერად მოვედი იმიტომ რომ ის არა ქვია ამ მოსახლეობამ თხოვა ჩართულობა ამ პროცესში მე ვიყავი ადრე ამათთან ერთად აქ მოსული ეს არ არის პირველი აქცია და მე როგორც მოსახლეობამ მითხრა მათ ჰქონდათ შეხვედრა არჩევნებამდე ბატონ გიორგი ცინცაძესთან მან დაპირდა აქტიური ჩართულობა მაგრამ სამწუხაროდ როგორც კი არჩევნები დამთავრდა როგორც მათ მითხრეს ტელეფონიც გაითიშა მისი ესკარებიც დაიკეტა თუმცა დღეს გაიღო და ეხლა შეხვედრა მიმდინარეობს ნახოთ რა შედეგს მოგცემთ ის რომ პრობლემა მასიურია ქალაქში ისევე როგორც მშენებლობა და ამ კუთხით გაუჩერებელი მშენებლობების ბუმია ეს ფაქტია და ხელისუფლებამ თქვას რომ ეს მე არ მეხება იმიტომ რომ ორ კერძობის შორის ურთიერთობის საკითხია მაგიც არ იქნება სწორი იმიტომ რომ დეპარტამენტის გამცემი ორგანო ვინ არის მაკონტროლებელი ორგანო ვინ არის მერია და მერის შესაბამისი სტრუქტურები ხო მე ვფიქრობ რომ აი ამ ნებართვების საკითხში ცოტა მეტი სიმკაცრეა საჭირო კომპანიას თუ საბანკო გარანტიები არ გააჩნია რაღაცა საწესდებო კაპიტალი თუ არ გააჩნია და პატარა რაღაცა რეპუტაციაც თუ არ გააჩნია როგორ უნდა ავიღო და მოვაწერო ხელი იმის გამო რომ ბიუჯეტში რაღაცა თავისი წილი პროცენტი შემოვიდეს თვალი დამხუჭოთ ყველაფერზე და მივცეთ ნებართვა ქახალზე შექმნილ კომპანიას და ხვალ აი ამდენი ხალხი მოვიდეს სახელმწიფოს თხოვოს პასუხისმგებლობა მე მგონი არაა ნორმალური და ამასთან ბაგრატიონის 113 არის ერთადერთი მშენებლობა ხო რომ სადაც პრობლემები ანუ ბევრი სხვა მიტოვებული კი ერთ-ერთია ბევრი სხვა მე ახლა ჩვენ ხო ხონდა მასინათ აქ ვიყავით მოსული თაყაიშვილის ქუჩაზე წყლობით გაჩერებული მშენებლობა მშენებელი წასულია თურქეთში მან კარგად არის იქ ხალხის ფული მიითვისა, დამატებით კიდე ითვისებს, არანაირად არ ნაღლება, მერიამ შესთავაზა რომ აგერ ბატონო მოგცემ კიდე დააშენე, იმას არ აწყობს რომ ახალი ინვესტორი მეც ითხოვს და ეს არის გაუკვევლობა, გრძელდება და ხალხი ქუჩაშია. აი ესაა. როდეს ფაქტია რომ რაღაც ტიპის კანონდარღვევები არის, ხო? რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ამ დონის და ასეთი ამდენი ადამიანის ასე ვთქვათ ფინანსური დაზარალება ეპატიოს კომპანიებს ან კერძო პირებს, ანუ რატო ხდება ასე? ეს იმიტომ ხდება რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის სიმკაცე. აი რომ ეხლა სახელმწიფო მიუდგეს ასე. ვინ გასცა ნებართვები? ის პირი რო აიღოს და დააკავოს. დააჩვენოს რომ აი ეს პირი დავაკავეთ იმის გამო რომ
დასცემდა ნებართვეს ალბათ კორუფციული გარიგების შედეგად ან რაღაცა ინტერესის შედეგად მეორე აღარ გაბედავს ამას და იმ ნებართვის გაცემის დროს გამოიკვლევს რამდენად აქვს საბანკო გარანტიები რამდენია მისი საწესდებო კაპიტალი რა რეპუტაციისა ის კომპანია და რამე რომ მოხდეს როგორაა დაზღვეული ეს ყველაფერი ახლა რასთან გვაქვს საქმე არ იყო დაზღვეული რო ყოფილიყო ეს ხალხი ასე დღეში იქნებოდა არ საბანკო გარანტიები რო ქონოდა ეს ხალხი ასე იქნებოდა არ იქნებოდა ვინ არის პასუხისმგებელი რა თქმა უნდა ხელისუფლება იმიტომ რომ მან ეს ყველაფერი კომპანიებს არ მოთხოვა კი დაახლოებით 1 თვის წინ უბრალოდ წინა წელს თუ არ ვცდები ნოემბერში იყო აქ იგივე მობინადრეების საპროტესტო აქცია მაშინაც შეხვდნენ მერს კი ბატონო შეხვდით ჩიქოვანს არა ჩიქოვანს არა ახალ მერს შეხვდნენ მურვანიძეს ალბათ გულისხმობთ ხო? არა, ცინცაძეს. არჩევნების შემდეგ იყო საპროტესტო აქცია. კი, იყო. ფაქტია, რომ ისევ აქციის გამართვა დაჭირდათ მოსახლეობას იმისთვის, რომ რაღაცა თავიანთი მოთხოვნები დაეკმაყოფილონ. რატომ ვერ ხდება ეფექტური რაღაცა ტიპის მედიაცია მერიის მიერ? ან მერიამ რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში? აი, ამაზე ცოტა ცად ნათელი არც ამათ არ აქვს. ხო, იცით რა არჩევნებამდე ხო ქონდათ წარმოდგენა. აქ ამბობენ რომ არჩევნებამდე პირდებოდათ რომ ამ პრობლემას მოგიგვარებთ. ხო და ეხლა მოვიდა ეს ხალხი და შეხვდეს და რასაც პირდებოდა, რას პირდებოდა ის უთხრას ამ ხალხს. მეტი ეხლა ჩვენ ვიცით აქ ყველა ვიცდგან და ყველა ვიცის რომ აქ ვინმე ფულს არ მიცემს ამ ხალხს. და ერთ დღეში ეს პრობლემა არ მოგვარდება, მაგას ეს ხალხიც ხდება და ჩვენც ხდებით. მაგრამ ხალხმა ხულდა დაინახოს რომ რაღაცა ნაბიჯი ანის კახიზია თუ ვიღაცა ის მეორეა დაიჭირესო რაღაცა ის კაციც დაიბარონ ვიყავით ჩვენ აქ ერთხელ ისიც დაიბარეს ყველა დაიბარეს შევხვდით და თითქოს შეთანხმება მოხდა ყველაფერი კარგად იყო მე მეგონა რომ ეს პრობლემა მოგვარდა მაგრამ ეხლა ამ დღეებში შემეხმიანენ თურმე არ მოგვარებულა და აი პროცესი რო დაიწყება იმას მიიყვანა უნდა შვაგზაში არ უნდა მიტოვება აი ესაა პრობლემა ძალიან დიდი მადლობა ეს იყო თამაზ ბაკურიძე უფლებადამცველი რომელიც ბაგრატიონის 113-ში მშენებარე სახლის მობინადრეებს და მესაკუთრეების უფლებებს იცავს როგორც გითხარით ბათუმის მერიასთან სადაც შეკრებილი არიან ბათუმში ბაგრატიონის 113 ნომერში მშენებარე სახლის ბინათ მესაკუთრეები და ისინი ითხოვენ ბათუმის მერიისგან რომ გააწიოს ერთგვარი მედიაცია დეველოპერებს შორის რამდენიმე კომპანია იყო ბაგრატიონის 113-ში თავდაპირველად სხვა კომპანიამ დაიწყო მშენებლობა შემდეგ გადაყიდა წილი როგორც აქ მობინადრე მოსაკუთრეებისგან გავარკვიეთ ინფორმაცია შემდეგ კიდე გადაიყიდა და ახლა ამ დეველოპერებს შორის არის დავა რის შედეგადაც ფაქტია რომ ზარალდება მოსახლეობა მე ამით დაგიმშვიდობებით და მოვლენათა განვითარების შესახებ იმის მიხედვით დაგიბრუნდებით როგორ დამთავრდება შეხვედრა ბათუმის მერიასთან ეს არ არის პირველი აქცია მინდა გითხრათ გასულ წელს არჩევნების შემდეგ იყო აქ სწორედ ბაგრატიონის 113-ის მოსახლეობა შეკრებილი და მაშინ ისინი თხოვდნენ ბათუმის ახალ მერთან გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას და ამბობდნენ რომ არჩევნებამდე მერი რომელიც მაშინ იყო კანდიდატი დაჰპირდა ბაგრატიონის 113-ის მცხოვრებლებს რომ ის პირადად მოუგვარებდა ამ პრობლემას და აქ მობინადრეები ამბობენ რომ ახლა ამ პირობის შესრულებას ითხოვენ. FM